გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ზღვის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ალერგიული რინიტი და ჩვენი სტუმარი გახლავთ ალერგოლოგი, იმუნოლოგი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის ალერგოლოგია იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან ომიაძე. მოგესალმებით, ქალბატონი ქეთევან. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მოდით ქალბატონო ქეთევან, ავხსნათ ჩვენს მსმენელს ზოგადად რა არის ალერგია და რა დაავადების სახით ხდება იქ. ალერგია ეს არის იმუნური სისტემის მომატებული მგრძნობელობა გარემოში არსებული იმ ნაწილაკების მიმართ, რომელიც საერთოდ ზოგადად სახიფათო არ არის. დაავადებები, რომელიც ალერგიას მიეკუთვნება, გახლავთ ასთმა, ალერგიული რინიტი, კანის ალერგიები, ატოპიური დერმატიტი, ჭინჭრისციება, ურტიკარია. ანაფილაქსია ყველაზე მძიმე სისტემური ალერგიული რეაქცია. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოწვეული იყოს და შემდეგ უკვე შესაბამისად დაავადებებით სხვადასხვა ალერგენებით, რომელიც გახლავთ ოთახის მტვერი, მცენარის ნაწილაკები, ცხოველის ბეწვი, სხვადასხვა საკვები, მედიკამენტი და ასე შემდეგ. და მოდით გადავიდეთ ქალბატონო ქეთევან ალერგიულ რინიტზე, რომ გითხრათ ზოგადად რა არის ალერგიული რინიტი და რა იწვევს მას? რინიტი ზოგადად ეს არის ცხვირის ლორწოვანის ანთებით მიმდინარე დაავადება და ალერგიული რინიტი ქვია რინიტს, რომელიც გამომწვევიც არის ალერგენი. თავისი მექანიზმით, იმუნური მექანიზმით ალერგიული პროცესები მიმდინარეობს ამ დროს. ალერგიული რინიტის გამომწვევი ძირითადად აეროალერგენები არის, ოთახის მტვრის ტკიპა, ობის სოკოსპორები, სხვადასხვა მცენარის მტვერი, ცხოველის ეპითელიუმი და მათ შეუძლიათ გამოიწვიოს დაავადება. სიმპტომები ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გახლავთ ცხვირის გაჭედვა, სურდო, მრავალჯერადი ცემინება, თვალების ქავილი, ცრემლდენა, ყელის ყურების ქავილი შეიძლება ახდეს და ხველაც შეიძლება ახდეს. არსებობს ორი სახის სეზონური და სრულწლიანი. სეზონური ალერგიული რინიტის გამომწვევი არის ძირითადად მცენარის მტვერი და სეზონი პერიოდებად იყოფა იმის მიხედვით, თუ როდის ყვავილობს ის კონკრეტული მცენარე, რომლის მიმართაც ადამიანს აქვს მომატებული მგრძნობელობა და სრულწლიანი ალერგიული რინიტის გამომწვევი არის ის ალერგენები, რომელთან კონტაქტიც გვაქვს მთელი წლის განმავლობაში. ცხოველის ბეწვი იქნება ეს თუ ოთახის მტვრის ტკიპა. როგორც მოგახსენებათ, ქალბატონო ქეთევანის შემოდგომა ზამთრის პერიოდი საკმაოდ გავრცელებული, ასე ვთქვათ, რესპირაციული ვირუსული ინფექციების პერიოდია, ასე ვთქვათ და საკმაოდ ხშირად ეშლება ეს ვირუსული ინფექციები ალერგიულ რინიტშიც და აი რომ მოგახსენოთ, როგორ შეიძლება განვასხვაოთ ეს ორი ერთმანეთისგან. კი, სიმპტომები ძალიან გავს ერთმანეთს, ორივესთვის არის დამახასიათებელი ეს რინიტის სიმპტომები, თვალებიც ჩართულია, რაღაც ზოგადი სისუსტეც გამოხატულია ორივე შემთხვევაში, მაგრამ არის რასაკვირველია განმასხვავებელი თვისებებიც გააჩნიათ, მაგალითად სიმპტომების ხანგრძლივობა, დასაწყისი, ის პერიოდი, როდის იწყება და ხანგრძლივობა ალერგიული რინიტის შემთხვევაში ხანგრძლივად გვაქვს. თუ ვთქვათ, სრულწლიანი ალერგიული რინიტი მთელი წლის განმავლობაში არის სიმპტომი, თუ სეზონურია, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ყოველ წლიურად ერთსა და იმავე სეზონზე იწყება, ემთხვევა იმ მცენარის ყვავილობას, რომლის მიმართაც აქვს ადამიანს ალერგია. მაშინ, როდესაც რესპირაციული ვირუსული ინფექციები 3, 5, 7, მაქსიმუმ 10 დღე შეიძლება სიმპტომები გაუგრძელდეს, ხო, ადამიანს. ამიტომ აი ეს სიმპტომების ხანგრძლივობა საყურადღებოა. ასევე რესპირაციული ინფექციებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი არის ტემპერატურის მატება, რომელიც ალერგიის დროს არასდროს არ გვხვდება.
თვითონ ცხვირიდან გამონადენიც არის ალერგიის შემთხვევაში უხვი, წყლისებრი, ძალიან დიდი რაოდენობით გამჭვირვალე. რესპირაციული ინფექციისას შესაძლოა თავიდან იყოს გამჭვირვალე, შემდეგ უკვე სხვაფერ შესქელებული და მოყვითალო მომწვანო შეიძლება გახდეს. და თან ასეთი უხვიც არ არის. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ქავილი, რომელიც ალერგიის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი სიმპტომი არის, თვალების, ყურების, ყელის, ცხვირის ქავილი, რომელიც ნაკლებად გვხვდება რესპირაციული ინფექციებში და ზოგადად ინფექციური პროცესის დროს ვირუსული იქნება ეს თუ ბაქტერიული სიმპტომები არის უფრო ძლიერი, მწვავე და ძალიან შემაწუხებელი, რაც ალერგიის დროს ნაკლებად გვხვდება. აი, როგორ უნდა მოხდეს ალერგიული რინიტის დადასტურება და რა დიაგნოსტიკური ტესტები არსებობს ამისთვის? ალერგიული რინიტის სიმპტომებურად ჯერ პირველ რიგში მივიდანთ ეჭვს, როდესაც ესე მთელი წლის განმავლობაში ან ყოველწლიურად სეზონზე, კონკრეტულ სეზონზე სიმპტომები ვლინდება, რა თქმა უნდა, ეჭვი უნდა მივიტანოთ, რომ აქ შეიძლება იყოს ალერგიული რინიტი. შემდეგ უკვე დიაგნოსტირების მეთოდები გვაქვს, მაგალითად, კანის სინჯები, კანის ტესტები, სპეციფიური ალერგენებით ვატარებთ ამ ტესტებს და ვავლენთ, რომლის მიმართ იქნება მგრძნობიარე, ზედმეტად მგრძნობიარე კანი და ასევე გვაქვს სისხლში სპეციფიური იმუნოგლობულინ ის განსაზღვრა, რომელიც არის კონკრეტული მახასიათებელი კონკრეტული ალერგენის მიმართ. ამ შემთხვევაში უკვე დიაგნოზს ვსვავთ ლაბორატორიულადაც და შემდეგ უკვე გადავდივართ მკურნალობაზე. და შეიძლება თუ არა ვთქვათ, რაიმე სახის გართულება მოყვეს ალერგიულ რინიტს? ალერგიულ რინიტს მკურნალობის გარეშე დატოვებულ ალერგიულ რინიტს რასაკვირველია შეიძლება გართულებები მოჰყვეს. ეს გართულებები შეიძლება იყოს მაგალითად ალერგენების მომატება. აი ვთქვათ, ერთ წელს შესაძლოა ქონდეს ერთი ალერგენის მიმართ ალერგია ადამიანს, მაგრამ შემდეგ უკვე თუ მკურნალობაში ის გარეშე დატოვებს იმუნური სისტემა მუდმივად ჰიპერმგრძნობიარეა, შეიძლება დაემატოს სხვა ალერგენების მიმართ, გაუხანგრძლივდეს სიმპტომები, ან გახდეს სრულწლიანი. მეორე გართულება ეს გახლავთ ქრონიკული სინუსიტები, როდესაც მუდმივად ანთებითი პროცესის გამო ცხვირის ღრუში, რომელიც მკურნალობის გარეშე არის, ასე ვთქვათ, დატოვებული, სხვადასხვა პროცესები, ანთებითი პროცესები ვრცელდება უკვე წიაღებში. ასევე პაციენტები, რომლებსაც აქვთ ალერგიული რინიტი, გარკვეულ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ შემდგომში ასთმის განვითარების. ამიტომ ძალიან გარდა იმისა, რომ თვითონ რინიტი უარყოფითად აისახება ცხოვრების ხარისხზე, გართულებების რისკიც მაღალია და ამიტომ მისი მკურნალობის გარეშე დატოვება არ შეიძლება. და საბოლოოდ რომ მოგვახსენოთ, მკურნალობა როგორ ხდება ალერგიული რინიტის? ალერგიული რინიტის სამკურნალოდ ვიყენებთ სპეციფიურ მედიკამენტებს, ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს. ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანები აქტიურად ცხოვრობენ და შესაბამისად ამის გათვალისწინებით ყოველთვის ვიყენებთ ისეთ მედიკამენტებს, ვარჩევთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებსაც ნაკლებად გამოხატული ძილიანობის ეფექტი აქვთ, რადგან ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს ალერგიული რინიტი და ასევე ვიყენებთ ცხვირის სპრეის. ოღონდ აქ გასათვალისწინებელია ის, რომ მედიკამენტები აუცილებლად ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს პაციენტმა, რადგან თვითნებურად მიღების შემთხვევაში არასწორ მედიკამენტებს იყენებს, მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც თვითნებურად ცხვირის გამხსნელს იყენებს და ეს ხანგრძლივდება წლების განმავლობაში, ცხვირის გამხსნელს თავისი გამოყენების წესი აქვს, ხანგრძლივად არ შეიძლება, ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში უკვე თვითონ იწვევს იმ პრობლემებს, რომელიც ცხვირიც უთქვას ხელს უშლის და საბოლოოდ
პრობლემა ღრმავდება. ამიტომ არსებობს სპეციფიური ცხვირის სპრეი, რომელიც უნდა დანიშნოს ექიმმა იმის მიხედვით თუ რა აწუხებს პაციენტს. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან თქვენ მობრძანებისთვის და ასეთ საინტერესო თემაზე საუბრისთვის. მადლობა თქვენ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.